საქართველოს თავდაცვის უწყებაში ანტიკორუფციული ინდექსის შესახებ ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშს აქვეყნებს. პრეზენტაცია ამ წუთებში სასტუმრო თბილისი მარიოტში იმართება. ორგანიზაციის წევრები კვლევის ანგარიშს საერთაშორისო ორგანიზაციებს და ექსპერტებს აცნობენ. ანგარიში საუბარია 2012 წლის პერიოდში თავდაცვის სამინისტროს მუშაობაზე, კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უწყების გამჭვირვალობაზე. ნოდარ ჩაჩუა იცნობა ანგარიშს და უფრო დეტალურად გვეტყვის, როგორ შეფასდა თავდაცვის სამინისტროს მუშაობა ამ პერიოდისათვის. ნოდარ, გისმენთ. დიახ, თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსის თვალსაზრისით საქართველოს D კატეგორიაში მოხვდა, რაც ნიშნავს იმას, რომ 6-დან მე-4 ადგილზეა, როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობამ 82 ქვეყანაში ჩაატარა კვლევა და 82 ქვეყანაში პარალელურად ჩაატარა კვლევა და კვლევის მიხედვით გამოვლინდა საკმაოდ ბევრი ხარვეზები, მათ შორის საუბარია გამჭვირვალობის მიმართულებით, ასევე საუბარია ბიუჯეტთან დაკავშირებით, რაც როგორც გამჭვირვალობის ანგარიშია, დათქვამის ზრდის რისკს კორუფციისას. კვლევის შედეგად დადგინდა ის, რომ თავდაცვის სამინისტრო არ არის გამჭვირვალე და აქ არის ძალიან ბევრი და დიდი რისკი კორუფციისა. პირველ რიგში იმიტომ, რომ შესყიდვების პოლიტიკა არ არის დადგენილი და ძალიან ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი შესყიდვა ხორციელდებოდა შესყიდვების კანონმდებლობის გვერდისავლით. გარდა ამისა, პრობლემა იყო ისიც, თუ როგორ ნიშნავდნენ პერსონალს თავდაცვის სამინისტროში, ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც გარკვეულ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ მინისტრთან დაახლოებული პირები. თვითონ ბიუჯეტიც ისე არის შედგენილი, რომ საიდუმლო ხარჯების რაოდენობა, ზოგადი რაოდენობა ჩვენ ესეც კი არ ვიცით. საქართველოს თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსის თვალსაზრისით დაბალი მაჩვენებლით მოხვდა რუსეთის, ბელორუსიისა და ჩინეთის ქვეყნებს შორის და დღევანდელი ანგარიში არის საკმაოდ სქელტანიანი. საერთაშორისო გამჭვირვალობა ამ ანგარიშს გააცნობს როგორც თავად თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელიც თავდაცვის სფეროში მოღვაწეობენ და ასევე ექსპერტებს, რომლებიც დღესმოწვეულები არიან. ჩვენ სწორედ ამ ანგარიშის გამოქვეყნებისა და გაცნობის შემდეგ მათ მოსაზრებებსაც შემოგთავაზებთ. მადლობა, ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მე შეგახსენებთ, რომ ანგარიში 2012 წლის პერიოდს ეხება.